თემურ ქეცბაია ქართულ ფეხბურთს უბრუნდება. საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი დინამო თბილისს ჩაიბარებს. ჯეოთემის ინფორმაციით ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-7 მოუგებელი მატჩის შემდეგ დინამო თბილისის ხელმძღვანელობა ლადო კაკაშვილთან თანამშრომლობას შეწყვეტს. ქეცბაიამ საქართველოში დაბრუნების სურვილი წარსულშიც რამდენჯერმე გამოთქვა. 58 წლის სპეციალისტი ბოლოს ანორთოსის სავარჯიშებდა. გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიპის საუკეთესო ნახევარმცველების ათეულში მოხვდა. ქართველი Football League Worlds-მა მე-9 პოზიციაზე გამოარჩია. თუ მხოლოდ ნიჩს გავითვალისწინებთ, გიორგი ჩაკვეტაძე ათეულში ალბათ საუკეთესოა. სათამაშო ოსტატობით ჩაკვეტაძეს ძალიან ცოტა კონკურენტი ჰყავს, წერს გამოცემა. იური ლომაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია. სერბეთის დედაქალაქში მიმდინარე შეჯიბრში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე იბრაჰიმ მაჰომედ ჰასანთან დამარცხდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. გუშინ ვერცხლის მედლის პრიზიორები გახდნენ ვახტანგ ლოლუა და რამაზ ზოიძე. გივი მაჭარაშვილი ამერიკული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის ტიტულისთვის იბრძოლებს. ქართველი 30 მაისს ოლიმპიურ ჩემპიონს კაილ სნაიდერს დალასში დაუპირისპირდება. მაჭარაშვილი ოლიმპიური ვერცხლის მედალოსანია. მან ვიცე-ჩემპიონის ტიტული 2024 წელს მოიპოვა.